ვისაუბრებთ კალიუმის ნაკლებობაზე, რატომაა ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ კალიუმის ნაკლებობა იმ განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც მაღალი წნევა აქვს, გულით სიკვდილის რისკს ზრდის 10-ჯერ. ამიტომ კალიუმის მონიტორინგი მნიშვნელოვანია. არითმიები შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ნაკლებობა, მნიშვნელოვანი ისეთი არითმია, რომელიც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ვისაუბრებთ როგორ ამოვიცნოთ კალიუმის ნაკლებობა, რომელსაც ჰიპოკალემია ქვია, რა იწვევს, ანუ ტოპ 5 მიზეზი, რაც კალიუმის ნაკლებობას იწვევს და როგორ უმკურნალოთ. კალიუმი გვჭირდება იმისთვის, რომ ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნდეს უჯრედში. სხვანაირად რომ ვთქვათ, მაგალითად თუ ნერვი უნდა გააქტიურდეს, აღიგზნოს, ამისთვის კალიუმი აუცილებელია, თუ კუნთი უნდა შეიკუმშოს, ამისთვის კალიუმი აუცილებელია. როცა კალიუმი გვაქვს ნაკლები, მაშინ კუნთი ვერ იკუმშება ეფექტურად რომ ვერ იკუმშება, ეს იწვევს კუნთების სისუსტეს. ამიტომ პირველი ნიშანი კალიუმის ნაკლებობის არის კუნთების სისუსტე. განსაკუთრებით ადამიანი თუ იღებს წამლებს და ამბობს, რომ წნევის წამლებს მაგალითად შარდენებს განსაკუთრებით და ამბობს, რომ რაღაცა კუნთების სისუსტე მაქვს, ანუ სუსტად ვარ რა, ანუ ეს და ან მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი, თუ კი ფეხის კუნთების სპაზმი აქვს. ღამე მაგალითად ზოგჯერ აღვიძებს ადამიანს ფეხის კუნთების სპაზმი და პირველი ნიშანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი კალიუმის ნაკლებობის არის ფეხის კუნთების სპაზმი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს, როცა შეიძლება დაიღალოს უბრალოდ ადამიანი და ღამე კონდეს კუნთის სპაზმი, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კალიუმის ნაკლებობა აქვს, მაგრამ თუ ადამიანი 40+ არის, მაღალი წნევა აქვს და წნევის წამლებს იღებს, განსაკუთრებით შარდნდენს თუ იღებს და ფეხის კუნთების სპაზმი აქვს, ეგ ნამდვილად არის ნიშანი იმისი, რომ ადამიანს აქვს კალიუმის ნაკლებობა. მეორე ყველაზე ხშირი ნიშანი კალიუმის ნაკლებობის არის ზოგადი დაღლილობა და ცუდად ყოფნის შეგრძნება. აქ იგულისხმება, რომ ადამიანი ამბობს რა, კონკრეტულად ვერ ამბობს რა ჭირს, მაგრამ გეუბნება, რომ რაღაც ვერ ვარ კარგად, განსაკუთრებით რაც ამ წამლებს ვსვავ. და ხშირად არის ეს ადამიანი, ვინც წნევის წამლებს ვსვავს ასევე. და ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია კალიუმის ნაკლებობის, რატო კალიუმი აუცილებელია ენერგიის წარმოქმნისთვის, მათ შორის ნერვებში, მათ შორის კუნთებში და როცა ენერგია ეფექტურად არ წარმოიქმნება, ეგ იწვევს ამ სისუსტის და ცუდად ყოფნის შეგრძნებას. მესამე ყველაზე ხშირი ნიშანი არის არითმიები, რომ ვამბობ, რომ მაგალითად კუნთების სპაზმი ან კუნთების სისუსტე, ეგენი სადღაც 60-70% შემთხვევაში გვხვდება, როცა ადამიანს აქვს კალიუმის ნაკლებობა, ანუ ძალიან ხშირია. მაგრამ ადამიანს კალიუმის ნაკლებობა როცა აქვს, მხოლოდ 20%-ში გვხვდება გულის პრობლემები, ანუ ყოველთვის არ გვხვდება გულის პრობლემები. მაგრამ თუ გვხვდება, სერიოზული შეიძლება იყოს ბევრ შემთხვევაში. და რომელი გულის პრობლემები? არითმიები. რატო არითმიები? იმიტომ რომ კალიუმი აუცილებელია გულის კუნთის რეპოლარიზაციისთვის. რეპოლარიზაცია არის დაახლოებით როგორც დატენვა არის ბატარეისთვის. გული ხო შეიკუმშება და ისევ ჭირდება მას დატენვა, ანუ ელექტროლიტები უნდა შევიდნენ უჯრედებში, იმისთვის რომ ეს ელექტროლიტური ბალანსი აღდგეს და ამ პერიოდისთვის საჭიროა კალიუმი რეპოლარიზაციისთვის და ეფექტურად არ ხდება ეგ და შესაბამისად გულის კუნთი ვერ იკუმშება. ეფექტურად სხვანაირად შეიძლება გამოიხატოს, შეიძლება კარგი შეკუმშვის ნაცვლად თრთოლვარ დაიწყოს გულმა, რაც საკმაოდ საშიშია. თუ წინა გულები დაიწყებს, კიდე არ აუშავს, მაგრამ პარკუჭი თუ დაიწყებს, პარკუჭების სერიოზული ფიბრილაცია შეიძლება მოხდეს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტოა, რომ კალიუმის ნაკლებობა გულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არითმიებისთვის მნიშვნელოვანია
და დიდ საფრთხეს წარმოადგენს განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც არიან ჰოსპიტალიზებულები, იმიტომ რომ ჰოსპიტალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტროლიტია კალიუმი, რისი დეფიციტიც არის ხოლმე. შემდეგი ნიშანი, მეხუთე ყველაზე ხშირი ნიშანი არის უпростоად ეს მეოთხეა შეკრულობა. შეკრულობა რატო არის? იმიტომ რომ კალიუმი აუცილებელია, როგორც თქვით, კუნთების ეფექტური შეკუმშვისთვის. ჩვენ როცა კუჭში გავდივართ, ამისთვის კუნთები იკუმშება. ამას ქვია პერისტალტიკა, ნაწლავების შეკუმშვა. და თუ ნაწლავების შეკუმშვის პროცესი დარღვეულია, ადამიანს აქვს შეკრულობა. ეგ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. შემდეგი ნიშანი არის დაბუჟება, ხელების დაბუჟება და შეიძლება ჭიანჭველების ხელების ან ფეხების ჭიანჭველების მოძრაობის შეგრძნება. ეგ ძალიან ხშირი ნიშანი არაა, მაგრამ შესაძლებელია ისევ, იმიტომ რომ ნერვები ვერ ფუნქციონირებს კარგად. და მეექვსე ხშირი ნიშანი არის ხშირი შარდვა, იმიტომ რომ როცა კალიუმი დაბალია, თირკმელები ვერ ახერხებს შარდის კონცენტრირებას და ბევრ შარდს კარგავს. ბევრი შარდი იკარგება მოკლედ და ეგ იწვევს მერე გახშირებულ წყურვილსაც. ამიტომ პოლიურია, ანუ ხშირი შარდვა და პოლიდიფსია, ანუ ხშირი წყურვილი ერთმანეთზეა მიბმული. და მეშვიდე ნიშანი, რომელიც კალიუმის ნაკლებობის გამო გვხდება, არის ხასიათის ცვლილება. შეიძლება დაბნეულობა დაემართოს ადამიანს, რადგან ტვინზე მოქმედებს კალიუმის ნაკლებობა. ეგ არ არის ხშირი ნიშანი, მაგრამ საგულისხმოა, რომ ადამიანს შეიძლება ეს კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა ქონდეს კალიუმის ნაკლებობის გამო. ეხლა ვთქვათ, რა იწვევს ყველაზე ხშირად კალიუმის ნაკლებობას, ყველაზე ხშირი მიზეზი არის დიურეტიკების მიღება, შარდმდენების მიღება. შარდმდენები განსაკუთრებით ორი სახეობის შარდმდენია, ეძახიან მარყუჟოვან დიურეტიკებს, როგორც არის ფუროსემიდი, მაგალითად ლაზიქსი შეიძლება გაგიგეთ, და თიაზიდ დიურეტიკებს, ჰიდროქლორთიაზიდი მაგალითად. ეგენი იწვევენ კალიუმის კარგვას. კალიუმი ადვილად იკარგება ჩვენი ორგანიზმიდან, კალიუმის რეზერვები გვაქვს უჯრედებში, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე დღეში დამთავრდეს, 2-3 დღეშიც კი შესაძლებელია კალიუმის რეზერვისგან დაიცალოს ორგანიზმი, თუ კი თირკმელები დიდი რაოდენობით იკარგება. ამიტომ ადვილად შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია. ზოგადად რამდენიმე კვირა ჭირდება ხოლმე. თუ მაღალი დოზებით არის ეს პრეპარატები, მაშინ რამდენიმე დღეც საკმარისია. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი კალიუმის დაკარგვის არის ხშირი ღებინება, ადამიანები, რომელსაც აღებინებენ ხშირად, იკარგება ამ დროს კალიუმი, იმიტომ რომ ჰიპერალდოსტერონიზმი ვითარდება, ალდოსტერონის რაოდენობა იმატებს და ჩვენი ორგანიზმი ცდილობს, რომ ეგ იწვევს კასკადს რა რეაქციების და ორგანიზმი ცდილობს, რომ შეაკავოს ნატრიუმი ჩვენს სისხლში, ნატრიუმს მიყვება წყალი, მაგრამ კალიუმი იკარგება მოკლედ და ეგ არის პრობლემა, რაც გულისრება ღებინების დროს ხდება. ეს ღებინება რა დროს არის ხშირი? ინფექციების დროს, შეიძლება ბავშვებში, შეიძლება მაგალითად კვებითი ქცევის დარღვევის დროს, ანორექსიის დროს, ან ბულიმიის დროს. მოკლედ სხვადასხვა მდგომარეობების დროს, როცა ხშირია ღებინება, ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგი მიზეზი არის ჰიპერალდოსტერონიზმი. ეს ალდოსტერონი არის ჰორმონი მოკლედ, რომელიც თირკმელს აიძულებს, რომ შეაკავოს ეს ნატრიუმი და წყალი, როგორც გითხარით, და ამ დროს იკარგება კალიუმი და აი ეს პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად კონის სინდრომი.
ან თირკმლის არტერიის სტენოზის დროს, ან გულის უკმარისობის დროს და მაგ დროსაც, აი მაგალითად გულის უკმარისობის დროს ან ისა თირკმლის არტერიის სტენოზის დროს იკარგება კალიუმი და ადამიანს ჰიპოკალემია შეიძლება დაემართოს და მერე არითმია დაემართოს და ამ არითმიის გამო შეიძლება დაიღუპოს. კითხვა არის ხოლმე რომ რომელ არითმიას იწვევს ყველაზე ხშირად კალიუმის დეფიციტი ყველაზე ხშირად იწვევს ამოვარდნებს ექსტრასისტოლიები ქვია ან დამატებითი გულის შეკუმშვა ხდება და შემდეგი რომელიც ნორმაში უნდა განვითარდეს გულის შეკუმშვა არის ამოვარდნილი და ამას ადამიანი გრძნობს როგორც ამოვარდნებს და მეორე ყველაზე ხშირი არითმია რაც ვითარდება ჰიპოკალემიის დროს არის წინაგულოვანი ფიბრილაცია, მოციმციმე არითმიასაც ეძახიან და ეს მოციმციმე არითმიას აი როგორც არარეგულარულ გულისცემას ესე გრძნობს ადამიანი. ყველაზე საშიში არითმია რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალემიამ არის პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პარკუჭოვანი ფიბრილაცია არის ემერჯენსი მდგომარეობა, რომელიც დროსაც თუ ადამიანს არ უმკურნალებს შეიძლება მოკვდეს. ეგ არის დიდი პრობლემა მოკლედ, ამიტომ ჭირდება ყურადღება. იმიტომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ მართლა საშიშია და ადამიანს სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯეს ეს რაღაცები, ამიტომ აუცილებელია ჰიპოკალემიის შესახებ სრულყოფილი ცოდნა. შემდეგი მიზეზი, რატომაც ჰიპოკალემია შეიძლება განვითარდეს, არის თუ კი საკვებით არ მიიღებს საკმარის რაოდენობით, ადამიანები რომლებიც არ იღებენ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, ესეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია, მაგალითად ბანანი, პორტოხალი, გარგარი, ავოკადო, ნესვი და სხვა ხილები, მწვანე, ბოსტნეული ასევე, თხილეულობა ასევე შეიცავენ კალიუმს საკმაო რაოდენობით და ამიტომ კალიუმის მიღება არის მნიშვნელოვანი. ასევე ადამიანები, რომელსაც აქვთ დაავადებები, მაგალითად კრონის დაავადება ან ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებულია მალაბსორბცია საკვებს ვერ იწოვს კარგად მისი ორგანიზმი, ასეთ დროსაც ან ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროსაც შეიძლება განვითარდეს კალიუმის დეფიციტი. კალიუმის დეფიციტს რაშვრებით სისხლში ვზომავთ, ან სისხლში შესაძლებელია კალიუმის გაგება 3.5-დან 5-მდე მიიჩნევა ნორმად მილიმოლილიტრში და თუ 2.5 ჩამოწდა ძალიან ძლიერ დეფიციტად მიიჩნევა მოკლედ ეგ. კალიუმის დეფიციტი რომ არ განვითარდეს, გააჩნია რა პრეპარატებს იღებს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს დიურეტიკების შემთხვევაში უნდა გადაიხედოს, შეიძლება ჩანასვლეს, მაგალითად კალიუმის შემნახველი დიურეტიკები არსებობს. ან სიტუაციას გააჩნია, შეიძლება საერთოდ ამოღებული იქნას, შეიძლება კალიუმი დამატებული იქნას, გააჩნია მდგომარეობას, ადამიანმა კალიუმით მდიდარი საკვები მიიღოს, ეგეც რჩება. რაც შეეხება ინტრავენურად კალიუმს, ხო, აი იმის გადაწყვეტილებას თუ იღებს ექიმი, მაშინ ძალიან სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ არითმიები არ გამოიწვიოს, ამიტომ ზუსტი დოზირება და სიფრთხილით მიწოდება კალიუმის თუ ინტრავენურად ხდება საჭირო, მაგრამ როგორ ხშირად მოკლედ არ არის საჭირო ინტრავენურად, ისედაც შესაძლებელია კვებითად და კალიუმის დანამატებით მისი შევსება. კალიუმის შემცველი საკვები არის ყველაზე ხშირი, არის ხილი, თითქმის ყველაფერი მოკლედ, მაგრამ ბანანი მიიჩნევა რომ კლასიკაა, ბანანი და პორტოხალი ყველაზე ცნობილი ადვილად მოსაპოვებელი და თან საკმაო რაოდენობით რომ შეიცავს, თუმცა სხვა ხილებიც შეიცავს, პარკოსნები ასევე, თხილეულობაც და რძის პროდუქტებიც და მწვანე ბოსტნეული, სხვა ბოსტნეული შეიცავს კარტოფილს მაგალითად. ეხლა კითხვა არის ხოლმე კიდე რომ ანუ ადვილად იკარგება თუ არა კალიუმი, ჯამში ადვილად იკარგება კი და მუდმივად მისი მიღება გარედან აუცილებელია, სხვა გზა არ გვაქვს, ანუ არ არსებობს რომ ის სხვანაირად მიიღოს ადამიანმა თუ არა კვებით, ან ჩვენი ორგანიზმი ვერ ქმნის კალიუმს მოკლედ. რაც შეეხება კალიუმის დანამატების დოზირებას 20-დან 40 მილი ექვივალენტის ოდენობით ინიშნება ხოლმე და უხეშად რო ვთქვათ 1 მილი ექვივალენტი დაახლოებით უდრის 39 მილიგრამს.
29 მგ ელემენტარულ კალიუმს. ეს საკმაოდ მაღალი დოზა შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ როცა ადამიანს ჭირდება, დაახლოებით ესეთი დოზებით ინიშნება, შეიძლება ექიმმა დანიშნოს, ზოგადად კალიუმი დაბალი დოზებით გამოდის, 8-იანი, 9-იანი მაგალითად შეიძლება უფრო დაბალი შეიძლება და ამიტომ ექიმმა შეიძლება დანიშნოს, რომ რამდენიმე აბი მიიღოს დღის განმავლობაში ადამიანმა და ეგ გასაკვირი არ არის. თუმცა ეს დაახლოებით 20-დან 40-მდე მიიჩნევა, რომ უსაფრთხოა ხანგრძლივი მიღების დროსაც კი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.